არის მეუღლე, ეს ქალი გარდაიცვალა. ფაქტიურად რომ არა ეს ბოლო საუბარი, ეს ქალი მოხდებოდა როგორც შინაგანი ჩამართული ბუნტი ხის წინააღმდეგ. მაგრამ როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს სოფლები? ძალიან განსაკუთრებით სოფლის ესეთი ინტელექტუალები ყველაზე. აღიქვამენ რომ ფაქტობრივად ამან მოკლა თავისი ბოლო საუბრი გამოიყვანა ეს ქალი ხომარებიდან და ნერვული შოკის შედეგად დაიღუპა სწორედ ამ საუბრით. და არის საოცარი ბალანსირება, იცი რომ ვკითხულობ ამ რომანს, არა? გაქვს ესეთი შეგრძნება, რომ შეიძლება ნამდვილად ამაში არის წერლის გენიალობა და ტალანტი. ფაქტობრივად ვკითხულობ წმინდანის ცხოვრებას, რომელმაც არ იცის რომ წმინდანია. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი, არაფრით გამორჩეული, არც თავისი ინტელექტუალური მონაცემებით, თქვა და ასე, საოცრად საოცარი პოეტური, ამ პოეზიასაც თვითონ ვერ ვწდებს, შენ ხედავ, რომ ძალიან პოეტური ადამიანია. საოცარი სინათლის მატარებელი, ეს ადამიანი, რომელიც თავისი, ძალიან კარგად ჩანს კიდევ ერთი რაღაცა, არის ეგეთი გამოთქმა, ხო, ძალაუძალოდ რა. ესე იგი, აბსოლუტურად ადამიანი, რომელიც არის მღვდელი, რომელიც არის სუსტი, რომელიც არის ყურესა ამ ქვეყნისასა და სხვა შორის ერთ ამის მიხედვით ამ რომას რო წაიგეთოთ, რომ ესე იგი, ჩვენ როგორც წესი აღმოსავლეთში ცხოვრობ ადამიანებს წარმოგვიდგენთ დასავლეთ როგორც სამყაროს ცენტრი. და როდესაც ამ რომას წაიგითხავ რა, დაინახავ, რომ ყველგან არის ყურე ამ ქვეყნისა. რომ სინამდვილეში საფრანგეთში ცხოვრობს, მაგრამ ეს არის ქვეყნიერების დასალიერი გარკვეული აზრით. ანუ სხვანაირად ვთქვათ რა, ბერნარდოსი ამ დროს გვეუბნება, რომ სადაც არის ასეთი ადამიანი, ანუ სადაც არის ფანჯარა, საიდანაც ველი შედის და ეს კაცი სხვა არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ სარკე, რომელიც იწმინდება და ერთ-ერთი საოცარი სცენა მიდის თავის მოწაფესთან მაშინ ასწავლის რა, საკურეულ სკოლაში და ეს გოგო პატარა გოგონა, რომელიც არის ძალიან ტყუად ექცევა. საშუალოდ ექცევა, დედამისიც ასევე და მიდის და იქ აქვს დრო და დრო სისხლს აღებინებს ხოლმე რა. და ერთ-ერთი სცენა, სადაც გეუბნება, რომ იქ მოკვდება და იქ არის საოცარი სცენა და ესეც არის თქმა უნდა წერლის გენიალობა, რომ ძალიან რთულია პირველ პირში არის დაწერილი, ხო? და რომ ესე ვიზიონი ღვთისმშობლის გამოცხადების. და ეხლა როგორ გინდა დაწერო ეს ისე, რომ ან ადამიანი ან რაღაც იმაში არ ჩავარდეს რაღაც მისტიკურ ენთუზიაზმში. მაგრამ როგორ გითხრათ, ისეთი წერული ოსტატობით არის გაკეთებული, რომ შეიძლება ვერც აღიქვა კიდეც ისეთ მძიმე სიტუაციაში ეს გამოცხადება, რომ ფაქტიურად არანაირი ესე იგი თვითონ მასაც არანაირი განცდა აღმოჩნდება იმისა, რომ რაღაცა განსაკუთრებული რაღაც და მადლი რო არის მასზე, ხო? და მართლაც განსაკუთრებული განცდა, რომ ეს კიბო რომელიც მას აქვს, სხვა შორის ერთი საოცარი ისტორია მომეყვა ჩემმა ერთმა ობელმა დაახლოებით 2 წლის წინ გარდაიცვალა, 3 წლის წინ გარდაიცვალა ქართველი მწერალი, ბევრი სტომის ახლობელი და მეგობარი ზაზა თვარაძე. და ამას სინათ მოხდა ეს მე საქართველოში არ ვიყავი და ამ სინათ ვიყავი მის მეუღლესთან და ვიყვებოდა ბოლო დღეზე, აღმოჩნდა სიმსივნე, ასევე სხვა შორის კუჭის. ხო და ბოლო დღეს თურმე რაღაცა თქვენს ესეთი რაღაცა რომ იცი რა არის რომ მე ვფიქრობ ერთ რამესო ძალიან ბევრს ვფიქრობდა და მეუბნება რომ მე მივხვდი რომ ეს სიმსივნე არის ეს კიბო რომელიც ახლა არაფერზე არ გავსრულდი ეს არის ის საჩუქარი და როგორც კი ეს თქვა იმეცში გამხსენდა მელსაკონს ერთ-ერთი უდიდესი პოეტის ბორის პასტერნაკის ასე მეპირდაპირებით დიდი ქრისტიანი პოეტის ის თვითონ ამას ამალავდა და ექიმი ჟივაკო არის მელსაკონს ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოები ქრისტიანული რომანი და პასტერნაკის აქვს ეს საოცარი ლექსი რომელსაც ქვია საუნთროპოში ძალიან პატარა და ეს ძალიან პატარა ლექსი ადამიანს
დაეჯახება მანქანა სამხობში გაიგებს რომ სიძველთა რაღაც ლაპარაკობს და მიხდება რომ ხდება და ამის შემდეგ რაღაც სამსარის ურევს გაიხედავს მანჯანაში და ღმერთს ლაპარაკება რომ მადლობა ეს ყველაფერი არის мне сладко при свете неярком, чуть падающем на кровать, себя и свою жизнь подарком бесценным твоим сознавать. Кончаясь в больничной постели, я чувствую руку твоих жар, ты держишь меня как изделие, прячешь как персинку. Если университет разошел, а из quelaperi, მე მომავალი აი ამ საფულზე რა, აი ამ ყველაფერს ხედავ არ ვქონ როგორც შენ საჩუქარს და შენ როგორც ბეჭედს ესე მიიღებ და დეფულდაში შეიძლება ასე ითქვას ხო ესე იგი თელი მისი სიცოცხლე სხვა არაფერი არ არის თუ არა ეს საჩუქარი არა აი ამ საჩუქარისა და ძღვენის აი ძალიან ტრაგიკული რომანია ერთი მხრივ ესე იგი ეს რო წავიგითხოთ ესეთი ჩვენი თვალები და ადამიანური თვალები არის საოცრად ტრაგიკული რომანი პროვინციული სოფელი მძიმესი ადგილი პრობლემები არაჩვეულებრივი ადამიანი ჩვენ ესე იგი შევხედოთ რომელსაც სწორედ იმის გამო არაჩვეულებრივი მუდმივი პრობლემები თავის მრევლში სოფელში ადამიანი ხდება იბოთი და არ გტოვებს ეს განცდა სიხარ რაღაც საოცარი სიმსუბუქისა და სიხარულის რობერტ ბრესონმა სხვა შორის წინვალი ფილმია ერთ-ერთი ალბათ შედევრი მეოცე საუკუნის კინემატოგრაფის ფინალი არის სრულიად არაჩვეულებრივი ესე იგი არის ფაქტობრივად ცარიელი ეკრანია და ჯვრის ჭრილი ეცემა ნუ კინემატოგრაფიულად ესე იგი აი როიტმან ძალიან ასკეტური და ამავე დროს ულამაზესი გადაწყვეტა არის ამ ესე ვიტყოდი ფინალური კადრის და სადაც ისმის აი ხმა უკვე მისი მეგობრის ანუ ვიგებს რომ ეს გარდაიცვალა და რამდენიმე წამის განმავლობაში შემდეგ აი ჩანს მხოლოდ ეს თეთრი ეკრანი და ჯვრის ჭრილი ამ თეთრ ეკრანზე როგორც ფაქტობრივად ეს ლოცვასავით არის ეს ფინალი არაჩვეულებრივად აი და აი ეს დუმილი და რაღაცა საოცარი ერთი მხრივ ასკეტიზმი და რაღაც საოცარი აი ეს მომენტი დუმარების რობერტ ბრესონთან. სხვა შორის არაჩვეულებრივი იქნება თუ მოვახერხებთ რომ ეს ფილმი რობერტ ბრესონის ბერნარდსის მიხედვით სოფლის ფილმი რომ ვაჩვენოთ ჩვენებაც მოვაწყოთ. კიდევ ერთი რამე რაც მინდა აუცილებლად გითხრათ ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით არის თეოლოგიური თვალსაზრისით არის ერთი არაჩვეულებრივი დიალოგი არის ესეთი საუბარი წმინდანობის შესახებ ვინ არის წმინდანი და ალბათ თითოეულ ჩვენგანს გასაკვირვებლივ საუკუნეში გვაწვალებს ესეთი პრობლემა რა ბედი გვეწევა ჩვენ უბრალოდ ადამიანებს ხო ძალიან ბევრია უკვე მასობრივი უბრალო ადამიანი ხო და ჩვენ თითოეული ჩვენგანი აღქონს საკუთარ თავს როგორც აბსოლუტურად ნაცრისფერ ჩვეულებრივს რაღაც მასობრივს ხო დაუშვათ იყო დრო საშუალო საუკუნეებისა სადაც დაუშვათ ადამიანები იბრძოდნენ იყო ჯვაროსნულების არაინდომები ხო რაღაც დიდი ეპოქები იყო სხვადასხვა ჩვენ 19 საუკუნის მოყოლებული დღესაც მე 21 საუკუნეში აღუქობ აი სად მიდის ამდენი სული აი რომელსაც არ შეიძლება არაფერი ძალიან ცუდი არ გაუკეთებიათ სხვადასხვა მაგრამ არც რაღაცა დიდი მაგალითები არ უჩვენებიათ რა ხდება და იქ არის ერთი არაჩვეულებრივი დიალოგი ისე ტორსიო უფრო მასე იურესა და დოსა და ჩვენი ამ რომანის მთავარ მომხრეებს შორის ის უფრო უფროსია უფრო როგორი ეცით ძალიან ესეთია ძლიერი ადამიანია და ფიზიკურად ძლიერი ადამიანია ეს ნუ თემ რომელიც გამოვაშ უფრო ხდება ცუდად ხდება რაღაც აი ეს არჩეულებრივად ჩანს ამ ჩანაწერებში როგორ ხდება ჩვენს თვალზე ფაქტობრივად ეს ადამიანი გარკვეული აზრით უნდა ითქვას რომ მიუხედავად იმისა რომ თითქოს არაფერი ისეთი არ ხდება რაღაც ფაქტობრივად არის მოწამეობრივი სიკვდილია
აი როგორც მარტივი ესწრება ეს ადამიანი, მიგვიყვება იმისა, რომ არავის არ დაუჯენია მისთვის რა ქვია, მახველი და არ მოუთხოვია წმენის შეცვლა, ხო, როგორც წარმოგვიდგენია ჩვენ რაღაც მარტივი როგორი უნდა იყოს. ხო, არის ესეთი სცენა დიალოგი ამ ორ მგელს შორის. შენ არ მოხსნია ეს რაც ახლა სხვაჩვენებრივ ტერეზა ლიზიელის სრულად გენიალური წიგნი, ხო? ну ესეთი რაღაცა წმინდანის წიგნზე ვამბობ გენიალური, მაგრამ გენიალური ლიტერატურა ხო? ტერეზა ლიზიელის სულის აღსარება, ხო? იქ არის პირველივე თუ მეორევე გვერდზე არის ეს რაღაცა. მთელი ცხოვრება ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს სადღაც არიან ველურები, ხო? ну ეხლა 19 საუკუნის გაწერილი ცხადია, ჩვენ დღეს მანერად ვიტყვით პოლიტიკური ნაოდები. აი, თავშეთ აფრიკაში, აზიაში ადამიანები, რომელსაც არ იციან ქრისტე, არაფერი არ იციან, ხო? ცხოვრობენ თავიანთი პრიმიტიული ცხოვრებით. ეს ტერეზა ლიზიელი ეს იმათ ისინი რისთვის არსებობენ, რატომ არის ეს ყველაფერი. და შემდეგ შემოაქვს, ну, ესეთი შედარება ბაღის, სადაც არის ყველანაირი სცენარი და მათაც როგორი ადგილი აქვს. ეხლა ამაზე როცა ლაპარაკობ, არა, ძალიან გამოდის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას რას ამბობ, არამედ როგორ ამბობ, ხო? როგორ არის ეს მეტაფორა გაშლილი, ეს შედარება გაშლილი ტერეზა ლიზიელთან, აი უცებ რო წავიკითხებ, აი შინაგანად გამიჩნდა ესეთი განცდა, რომ ყველაფერი სწორია, რომ ყველაფერი ოღონდ ეს ახლა თუ შენ თვითონ ესეთი აზრები მოგდეს კიდე სხვა რაღაცა, მაგრამ როცა ამ პრიზმაში, როცა ხედავს სხვისი მეშვეობით, რა, ამ ტერეზა ლიზიელის ამ დერგანოსის მეშვეობით. აი დაახლოებით ესეთი საუბარია, შენ არასოდეს არ მოხსოვს ესეთი აზრიო, რომ აი ჩვეულებრივ ადამიანებს, რომ აი ჩვეულებრივი სულებრივი, აი ჩვეულებრივი ადამიანებიო, როგორც არის უდიდესი ნაწილი. და არის ესეთი აი საოცარი შედარება ეს ბერნანოსთან, აი ეს პროსელი თეორიუნება ეგეთ რაღაცას რა. იცი რა, როგორც აი ეკონომიკურ ცხოვრებაშიო როცა 1 მილიონერი კოტრდება და 3,000-4,000 ადამიანი რო გადაყვება მუშაობაზე, შეიძლება ასევე სულიერ ცხოვრებაში. თუ აი ის ვინც წმინდანობისთვის არის მოწოდებული, იმას ხელი დაუწდა, ამას 3,000 ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იმას აი ის წმინდანი სხვა რაღაცთვის არ არის მოწოდებული. ის თავისთვის კი არ არის, ის არის სხვებისათვის. აი ესეთი არ ვიცი თეოლოგიური თვალსაზრისით რამდენად ერეტიკული ან არაერეტიკულია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ არნახულად დამაჯერებელია ლიტერატურულ ფილოსოფიური თვალსაზრისით ეს რომანი. კიდევ ერთ ეპიზოდზე მინდოდა თქვენი ყურადღების შეჩერება. არის ერთი დიდი თავი ამ ჩანაწერებში, სადაც ის ლაპარაკობს რუსეთზე და სიღარიბეზე. და საერთოდ ღარიბზე. ღარიბის რო არის ეკლესია და არნახულად საინტერესო, არნახულად ლამაზი და საინტერესო და ესეთი ძალიან როგორ გითხრათ, ეს ტკივნეული თავია სიღარიბის შესახებ. თვითონ არის ძალიან ღარიბი ოჯახი და გარშემო არის საშინელი სიღარიბე. ამ სოფელში არის საშინელი სიღარიბე. და აი ამ სიღარიბის ხედვა და სინამდვილეში რომ აი ეს აი ქრისტიანი თვითონ ღარიბია, ხო? და უცებ იწყებს ლაპარაკს რუსეთზე. და სადაც დაინახა და ვიზე იწყებს ლაპარაკს ხოსავსა რაღაცა მაქსიმ გორკის ნაწარმოებებს. ეს არ არის ინტელექტუალური მიღება, მას უბრალოდ არც ახსოვს რა წაიკითხა. ნუ შეიძლება ეს არის ნადნიე, შეიძლება სხვა რაღაცა, არ ვიცი. და გორკის თვითონ ბერნანოსი ძალიან სერიოზული ინტელექტუალი იყო და ძალიან ისინი არ იმედარ რომ ძალიან დიდი წერალი იყო, თუმცა იყო ძალიან დიდი ინტელექტუალი და გორკის საკითხული იყო და დოსტოევსკის, მაგრამ აი ეს უბრალოდ მდელი რომელიც გორკის მეშვეობით ხედავს სიღარიბეს. ოღონდ აი ყველა საინტერესო მომენტი რა არის, ჩვენ ვიცით რომ გორკიში არის ამ სიღარიბესთან ერთად გამომდინარე აქედან რევოლუციური ნაწილი, რომ ეს უნდა დაიწყიოს და მოხდეს მისი ტრანსფორმაცია. და ეს ხედავს სწორედ აი ამ პროლეტარ წერილშიც კი ხო ხედავს აი ამ ქრისტიანულ მესიჯს, არ ჩვეულებრივად საინტერესო ადგილია. მეგობრებო, მე ბერნანოზე უსასრულო ჩემია საუბარი და უფრო ცოცხალი და ესეთი რომ იყოს ჩვენი ისა, მოდით ჩემს მონოლოგს დავუმთავრებ და უფრო კითხვა-პასუხის ფორმა მივცეთ